დაზიანებულები ამბობენ, რომ მათი მიმართულებით კონკრეტულმა პიროვნებამ ისროლა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. დაუშავდათ მათ რამე? როგორც მოგახსენეთ, იმისთვის რომ დანაშაულად ჩაითვალოს პოლიციაზე თავდასხმა, არ არის აუცილებელი პოლიციას მიადგეს ზიანი. თუ ზიანი მიადგება, ამ შემთხვევაში უფრო მძიმე დანაშაული გვაქვს სახეზე, ეს არის ჯანმრთელობის ხელყოფა. ზიანი არ მიადგათ ამ ადამიანებს, ვისაც დაზარალებული სტატუსი აქვს საქმეში, დაუშავდათ რამე? ჯანმრთელობის მოშლა არ გამოიწვია მათ მიმართ მიყენებულ რამე ზიანს. საფრთხის შექმნაც დანაშაულს წარმოადგენს. კეთილი. ამ შემთხვევაში ეს საფრთხე რომ რეალური იყო, აი ამას თქვენ როგორ ადასტურებთ? იმ მეტრის რადიუს ზომავთ, რაც საქმით გამოავლინე? აი რეალური საფრთხე როგორ არის? ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი არის საფრთხის შექმნელი ნივთი. ახლა ჩვენთან ვიმისვით მოლოტოვის კოქტეილი და აფეთქდეს დაახლოებით 2 მეტრზე. მეც და თქვენ შეგვიძლია საფრთხე. შესაბამისად ძალიან მარტივი დასადგენია ეს ყველაფერი და ლოგიკურადაც ასეა, რომ შესაძაც ფეხებთან მოლოტოვის კოქტეილი ამით ექნება საფრთხე და ეს ფეხებთან თუ 2 მეტრის დაშორებით, ბატონო. 2 მეტრის დაშორებით არის ფეხებთან. იმიტომ რომ ისე რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიძლება დაიწვა. დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ექსპერტებიც ესწრებოდნენ მათ შორის და არანაირი ზომა არ არის აღებული იმ ადგილიდან, სადაც ფეთქდება ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელებამდე. შესაბამისად ეს არის მხოლოდ პროკურორის სიტყვიერი განმარტება. არც ერთი დაზარალებულად ცნობილი პირი ფიზიკურად არ არის დაზიანებული და როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრალის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ მათზე საფრთხის შექმნას ედავება ბრალდების ხარე ანზორ კვარაცხელიას. ეს თეორიულად რო დავუშვათ, საფრთხის შექმნა არის თუ არა თავდასხმის მაკვალიფიცირებელი გარემოება და არის თუ არა ეს დანაშაული, ამაზე უკვე დასკვნით სიტყვაში დაცვის ხარე ვისაუბრებთ და ეს უკვე მოსამართლის შესაფასებელია. და ერთი გახსნის ინსტრუქცია მოხდება, რომ ამში ინფორმაციას აღნიშნული ჩანაწერი ჩანს ფოტოკე, რომელიც ანზორ კვარაცხელიას აცვია იმ ვიდეო ჩანაწერში, სადაც ჩანს თუ როგორ ისთვის მოლოტოვის კოქტეილი, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. აღნიშნული ფოტოკის რომ ანზორ კვარაცხელია, აკეთებს კომენტარსაც ვიდეოში ხმაცისმის, რომ უნდა მოიშალოს აღნიშნული ფოტოკი, ვინაიდან გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მისთვის. მომეწერის შინაარსი რომ დაგინებოთ, მასში წერია, რომ დედამისი აფრთხილებს ოფთქლად იყოს. ეს წელს რომ იქნება პასუხი გარკვეულწილად მათ შორის გამოყენებული ავტომატები და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები. გამოყენებული საწერია მესამე. იქ წერია რომ 9 აპრილს აწყობენ. პასუხი გაეცემა ავტომატებით და მოლოტოვებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამბობთ და ამტკიცებთ იმას, რომ აი ამ მიმოწერით ანზორ კვარაცხელია მათ შორის ავტომატსაც გამოიყენებდა და მოლოტოვის კოქტეილს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქმის მასალას ერთობლიობაში შევაფასებთ, ანზორ კვარაცხელია ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის დამშავართა მიმართულებით. ძირითადად ჩვენ დღეს ვიტრიალეთ ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ირგვლივ, ეს ხო ერთი ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ იწვის რაღაც ნაჭერი და მე ქურთუკსაც ვერ უწოდებ ამას. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს იმ ნაჭერს, რომ ეს არის საერთოდ ქურთუკი და კი ბატონო ვადასტურებ იმას, რომ პროკურორმა გაამახვილა ყურადღება რაღაც თეთრ ნიშანზე, რომელიც აღენიშნება ნაჭერს. ამ ვიდეო ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერი არ ისმის ის, რომ სავარაუდოდ პიროვნება ასახელებს ერთ-ერთ სახელ და გვარს და ამბობს, რომ შენთვის მოსაცემი ქურთუკი იწვის ესე. არც კავშირი არ არის, არც ექსპერტიზა ფონოსკოპიური ჩატარებული, რომ ნამდვილად ეს ანრი კვარაცხელიას ხმა არის თუ არა და ზედმეტია საუბარი იმ ქურთუკზე არის თუ არა საერთოდ ანრი კვარაცხელიას ქურთუკი. ესეთი ერთი და იგივე ქურთუკი, ერთი და იგივე ტანსაცმელი შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს ეცვას თბილისში. მით უმეტეს აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეო არ არის უწყვეტი, ეს ორი ვიდეო არის საერთოდ სხვადასხვა დროს გადაღებული, საერთოდ სხვადასხვა დროის მონაკვეთში და ვერ დგინდება კონკრეტული საერთოდ ვერაფერი. რაც შეეხება მიმოწერას, რომლის არც ერთი მონაწილე მხარის მაიდენტიფიცირებელი სახელი და გვარი არ არის, ერთის მხრივ ვის წერს ადამიანი ან მეორე მხრივ ვინ წერს ამ ადამიანს, არც ანზორ კვარაცხელია წერია იქ და არც ესე ვთქვათ კონკრეტული სახელი, რომ ეს არის დედა პირობითად იდენტიფიცირება, საერთოდ არ არის ამის განხორციელებული.